გუგა ციხარულიძეა, პროფესორი ფსიქიატრი. ჩვენთან ერთად მოგესალმებით ბატონ გუგა. და მე სხვა შორის რეკლამამდე დავაანონსეთ თემა, იმიტომ რომ წინა კვირას ჩვენ საუბრობდით სხვა თემებზე, მე რეკ ცოტა სიღრმეებში წავედით, რაღაცა თემები მოვინიშნეთ და ზუსტად აქედან გამომდინარეა ის თემა, რომელიც დღეს გვაქვს არჩეული, ეს არის ობსესიური პიროვნული აშლილობა და რო არ ავირიოთ, იმიტომ რომ ობსესიური კომპულსური აშლილობაც არის სხვადასხვა, მოკლედ ესეთია, რო ქვია, შეიძლება მოყვა მას ხანერთ აღიქვას რა არის და როგორ არის, ამიტომ ბატონმა გუგამ გამგვიმარტოს პირდაპირ რას ნიშნავს ობსესიური პიროვნული აშლილობა. მაგრამ მანამდე მე ვიცი ბატონო გუგა რომ თქვენ ხართ ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ თემაზე წლების წინ, 20 წლის წინ თუ არ ვიცი რამდენი წლის წინ დაიწყო ფუნდამენტურად და მეცნიერულად მუშაობა, ხო? იმიტომ რომ მაშინ არ იყო ჯერ კიდევ ცნობილი საერთოდ. ამ პერიოდში ეს ახლა უფრო ტრენდული გახდა, საინტერესო გახდა ზოგადად მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ბევრი საუბარი მიდის და ბუნებრივია ესეც ანუ ობსესიური პიროვნული აშლილობაზე უფრო ხშირად საუბრობენ, რაც კარგია. ვიესალმები და დღევანდელი ჩვენ ეთერში ჩვენ ძირფას ტელემაყურებელს, რომელიც არიზარებს და დილიდან გვიყურებს, შევეცადოთ რომ მოვუყვეთ და გაუზიაროთ აი ამ პრობლემის შესახებ, რომ იდენტიფიცირება სწორად მოახდინან. მოდი დავიწყოთ გეთამ რაც თქვა, ანუ ერთგვარი რაღაცა ძალიან მოკლე განმარტებით და რა არის ეს პრობლემა და იგივე რა განსხვავებაა მას და ობსესიურ კომპულსიურ აშლილობას შორის. ანუ ეს არის ობსესიურ კომპულსური პიროვნული აშლილობა, ანუ პიროვნული აშლილობა რომ მოვთარგმნოთ უფრო გასაგებ ენაზე, ანუ ხასიათის პათოლოგია. ხო, როდესაც ჩვენ ხასიათის ნიშნები უბრალოდ რაღაცა ტიპის ხასიათი კი არ გვაქვს, არამედ ეს ხასიათის ნიშნები არის ძაფრად გამოვლენილი, მკვეთრად გამოვლენილი და რაღაც გარკვეულ რაღაცა იმ ჩარჩოებს ცდება, როდესაც უკვე შეუძლია ჩვენთვის პრობლემა შექმნას. კი, ანუ ადამიანი ნეიტრალური ვერ არის, ვერ იქნება, ბუნებრივია, რაღაცა ტიპის ხასიათს მიეკუთვნება, ეს იქნება ობსესიური, ისტერიული, ცოტა პარანოიალური, დისოციაციური, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ თუ ეს ძალიან მინიმალურად არის გამოხატული, ითვლება რომ უბრალოდ ასეთი ხასიათი გვაქვს და თუ ეს ხასიათობრივი თავისებურებები ძაფრად არის გამოვლენილი და იწვევს ჩვენში როგორც სუბიექტურ, ისე ობიექტურ დისონანსს და დისკომფორტს, ამ შემთხვევაში უკვე ჩვენ საუბრობთ ხოლმე, რომ ეს არის ხასიათის პათოლოგია და არა უბრალოდ რაღაცა ტიპის ხასიათი. ობსესიურ კომპულსური პიროვნული აშლილობაც მიეკუთვნება ხასიათის პათოლოგიას, ანუ ხასიათის დაავადებას, თუმცა ის განსხვავებულია ობსესიური კომპულსური აშლილობისგან, რომელიც არ არის ხასიათის აშლილობა ან დაავადება, არამედ არის ცალკე მდგომი, ცალკე აღებული მენტალური დაავადება. და მე ბოლოში შეგვიძლია ეს დიფერენცირება უფრო დეტალურად გავშალოთ, როდესაც ჩვენ ავხსნით რა არის ხასიათის ობსესიური ხასიათის აშლილობა. ანუ თქვათ, ანუ რა ნიშნები ახასიათებს პირველ რიგში ამ პრობლემას, ეს არის დავიწყოთ მაგალითად გამოხატული პერფექციონიზმი, მიდრეკილება იმის, რომ ყველაფერი წინასწარ იდეალურად უნდა დაიგეგმოს. მესამე ნიშანი ეს არის გადაწყვეტილების მიღების დროს ჭარბი ფიქრი და ყველა დეტალების ზედმეტად ჩაღრმავება გამოწვევა. ყველანაირი მხრიდან მოვლა ყველაფრის გაანალიზება. ასევე არის ის, რომ რაღაცა საკითხზე მსჯელობისას ხშირად ვიღებთ ეს შავი და თეთრის ანალიზს ვიწყებთ, რომ ეს რაღაცა რამდენად ცუდია, რამდენად კარგია და არა რაღაცა ნეიტრალურ შეფერილობის ფარგლებში, ასე ვთქვათ, ვაზროვნებთ. შესაბამისად ამ თვისებებიდან გამომდინარე, მაგალითად ადამიანებს უჭირთ რაღაცა კომპრომისებზე წასვლა, სხვის რჩევების გაზიარება. ასევე ასეთ ადამიანებს ახასიათებთ ის, რომ მის მიმართ კრიტიკას ვერ იტანენ, ძალიან დამთრგუნველია მათთვის
და პირიქით მცირედი შექებაც და დასტური იმის რომ რაღაცას კარგად აკეთებენ ან სწორად იქცევიან, ანუ ზედმეტად პოზიტიურად და კარგად არიქოვენ მას, იმიტომ რომ მაგდენიც არ არის საჭირო. ზედმეტი არაფერი ვარგა. იმიტომ რომ ჩვენ როცა ვსაუბრობთ ან მაგალითად დაგეგმარებაზე, როცა პერფექციონისტულად, ანუ იდეალურად გვინდა რომ ყველაფერი წინასწარ დავგეგმოთ, ეს საინტერესო ფენომენია, ანუ რატო იქცევა, რატო ადამიანი პერფექციონისტი, რატო უნდა რომ ყოველთვის ყველაფერი იდეალურად გააკეთოს. მაგრამ ამას თავისი ფსიქოლოგიური ხასიათობრივი მექანიზმი აქვს. ეს ძირითადად ეხება დაქვეითებულ თვითშეფასებას და თვითდაჯერებულობის ნაკლებობას. და იმის გამო რომ არის დაქვეითებული თვითშეფასება ან თვითდაჯერებულობის გარკვეული პრობლემები, ამის გამო ის ცდილობს რომ შეცდომა არ დაუშვოს. ანუ გონია რომ რაღაცა რო გააკეთა, იქ რაღაც ხარვეზი იქნება, იქ რაღაც პრობლემა იქნება და თქუნავს წინასწარ. ეს თქუნავს და ანუ პერფექციონიზმი რეალურად ეს არის დამცავი მექანიზმი. ანუ დაქვეითებული თვითშეფასების ფონზე ადამიანი ცდილობს რაღაცა გააკეთოს იდეალურად, რომ მე ვიღაცის კრიტიკა არ დაიმსახუროს. გასაგებია. აქედან გამომდინარე უკვე ის პუნქტიც, რომ ასეთი ადამიანისთვის კრიტიკა რატოა მიუღებელი, იმიტომ კი არა რომ ამ ადამიანს არ შეუძლია აზროვნება და არ შეუძლია ვთქვათ რაციონალურად გაანალიზოს ვთქვათ რამდენად ეს შენიშვნა სწორი ან არასწორი, არამედ მას ემოციურ დონეზე ზედმეტად რგუნავს, იმიტომ რომ მის თვითშეფასებას კიდევ უფრო აქვეითებს. უკვე შენიშვნა რაც არ აქვს მნიშვნელობა მისთვის ასიკეთ თუ არ არის, ეს უკვე დამთრგუნავს. დიახ, იმიტომ რომ ემოციურ დონეზე ახდენს გავლენას და ის თვითშეფასების ნაწილში უფრო ცუდად მოხდებს, ისევე როგორც ახალი შება და შექება, ანუ ჩვენს გარშემო თუ აღმოაჩენთ, რომ ადამიანს ობსესიურ კომპულსური პიროვნული აშლილობა, ანუ ეს პრობლემა აქვს, თუ მინდა რომ მას მოუფრთხილოთ, ასე თქვა და დავეხმაროთ, ეს შექება რაღაც საქმის დროს, ძალიან მინიმალური სულორი სიტყვის ძალიან ამოტივირებს და ძალიან ხელს უწყობს. კურნალობის მეთოდები როგორია? იცი, სამ კურნალობაზე ერთი კითხვა მაქვს, აი ამის გარდა თუ არის რამე სხვა ნიშანი კიდე, აი სხვა მიმართულებით ქცევა თუ შეიძლება ჩაითვალოს, რომ ეს პათოლოგია. ძალიან ბევრი ნიშნები ახასიათებს, მაგალითად არ უყვართ ეს ადამიანებს დაზიანებულია ძველი ნივთების გადაგდება. აჰა, ყველაფერს ინახავს. შენახვა, შეიძლება გატეხილი თქვათ, ნივთიც კი შეინახოს, თქვათ, ჭიქა, რაღაცა საოჯახო ის ან რაღაცა თქვათ ძველი ჟურნალები მოაგროს, რომელიც რაღაცა საჭიროებას არ ქმნის, რაღაცა უკვე ისეთი ძველი ნივთები, რომელიც ახლით შეცვალა და მისი ხელახლა გამოყენების საჭიროების ალბათობა ნაკლებია. ძალიან ბევრი ნიშნები აქვს, მაგალითად გადაწყვეტილების მიღების საკითხებში და ზუსტად ჩვენ წინა გადაცემაზე ამ შინაარსიდან წამოვედით, ასე ვთქვათ, ბევრი ფიქრი და გადაწყვეტილების. ხო, გადაწყვეტილების მიღება უფრო კარგად რო ავხსნათ გადაწყვეტილების მიღების დროს ყველა ადამიანი რაღაცა გადაწყვეტილების მიღებისას რაღაცა ავკარგიანობას აფასებს, ხო? ანუ რა ბენეფიტები ან რა პირიქით რა ზიანი შეიძლება მოგადგეს ამა თუ იმ გადაწყვეტილებისას. ანუ რა ხდება აქ? ანუ აზროვნების ტიპი იგივეა, შინაარსს დაახლოებით იგივეა, უბრალოდ ეს არ ჩერდება ტრიალებს და ტრიალებს. ანუ ძალიან ბევრს ფიქრობთ, ჭარბად ფიქრობთ და უამრავჯერ გავთვლით. ზოგჯერ ელემენტარული ან ნაკლებად მნიშვნელოვან ნაბიჯის გადადგმის წინ რა სარგებელიან, რა ზიანი შეიძლება ამას მოიყვანოს და ეს შეიძლება უსასრულოდ ან ძალიან ხანგრძლივად გაძნელდეს. ახლა თქვენ ისეთ ნიშნებზე საუბრობთ, რაც მგონია რომ შეიძლება ყოველ მეორე ადამიანს ახასიათებდეს. აი როგორ უნდა ამოვიცნოთ, რომ ეს პათოლოგიაა და არა თქვენ ეს ხაზ გვიშლის. თუ ეს ხაზ გვიშლის. მედით უნარიანობაში თქვათ რა. დიახ, ძალიან მარტივად რაღაცა ელემენტარული ნივთი უნდა შევიძინოთ. პირობითად რა ვიცი, კალმისტარი ან რაღაცა და ხო რეალურად რო შევხედოთ, თითქოს ხო მარტივია ეს გადაწყვეტილება, ხო ისე? მაგრამ შევყოვდით და 10 წუთი ფიქრობ დავაზე. ესე იგი უკვე ეს ერთ-ერთი ნიშანია თქვათ. კი. ანუ რა არის, იცით? ჩვენ ზოგადად მედიცინა საუბრობს იმაზე, რომ ადამიანს თუ რაღაცა სამედიცინო პრობლემა უშლის ხელს, რაღაცები უფრო სწორად, კარგად, ხარისხიანად ან ადვილად გააკეთოს, ესე იგი ეს უკვე პრობლემაა, რაც შეეხება მენტალურ პრობლემებს. თუ
ჩვენ გადაწყვეტილების მიღებაში ჭარბი ფიქრი, ობსესიური ხელს გვიშლის, გვაყონებს, გვაფერხებს და ეს გარკვეულწილად მე შფოთვას და დისკომფორტს იწვევს, მაშინ ამ პრობლემას უნდა მივხედოთ. ამიტომ არის, ექიმების და იგივე ეს კლასიფიკაციები ძალიან ხშირად არის ხოლმე თქვათ რომ აი აქ ეს კრიტერიუმები დაწერეს ამ კლასიფიკაციის მიხედვით ესე ჯერ რო იცოდეთ ძალიან ბევრი სოფლიოს სხვადასხვა კლასიფიკაცია არსებობს იგივე ჩვენ სფეროში საერთაშორისო ამერიკას თავის კლასიფიკაცია აქვს აზიის ქვეყნებს თავის კლასიფიკაცია და ასე შემდეგ ამიტომ ძალიან ბევრი სხვაობები ეს კლასიფიკაციები ისევ დაწერილია სპეციალისტების მიერ იქ უამრავი კომპონენტია გათვალისწინებული სადაზღვო ასე შემდეგ და ხშირ შემთხვევაში ეს კლასიფიკაციები სულაც არ ასახავენ იმ საჭიროებებს, რაც ზოგადად სუფთა მთლიანად სამედიცინო საჭიროებებიდან არის განპირობებული. მეორეც ეს კლასიფიკაციები ხშირ შემთხვევაში 5 წელიწადში ან 15 წელიწადში ერთხელ იცვლება. ამიტომ ის არ არის, ასე ვთქვათ, ჭეშმარიტება. ის არის რაღაცის გამო რაღაცა სისტემატიზაცია. თავარი არის ვიცოდეთ, რომ როცა რაღაცა სიმპტომი, რაღაცა ფენომენი გვიშლის ხელს, ხო? დღეში 10-ჯერ რო გვაქვს მისაღები მაგალითად ისეთი ჩვეულებრივი არაძალიერ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება რომელზეც პირობითად ჯამურად რო ავიღოთ 10 წუთი უნდა დაგვეხარჯა და ამაზე ვხარჯავთ 1 საათს ან 2 საათს ან მეც ეს უკვე პრობლემა ფაქტია რომ ეს ხელს გვიშლის და ფაქტია რომ ესე იგი უკვე უნდა ვიფიქროთ იმაზე რომ ამ პრობლემას როგორ გავუმკლავდეთ და როგორ მოვაგვარეთ აი როგორ უნდა გავუმკლავდეთ ხო რაც შეეხება კიდე რამე და სანამ უშუალოდ მეთოდებზე გადავიდოდეთ ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ რას იწევს ანუ მარტო ის არა რომ მე ბევრი დრო დავხარჯე რაღაც გადაწყვეტილების მიღებაში ან წინასწარ ბევრი გეგმა დავალაგე არამედ ეს იწევს მე შფოთვას ანუ მე რო ხვდები რომ რაღაცაზე გადაწყვეტილებას დროულად ვერ ვიღებ მაგრამ ამ დროს შეიძლება მე მქონდეს ანუ დროში რაღაცა ვერ ვეტეოდი ამ გადაწყვეტილების მიღებისას ეს რას გამოიწევს თუ არ მეჩქარება კი ბატონო შეიძლება ვიფიქრე რაღაცაზე 10 წუთი მაგრამ თუ მე რაღაც გადაწყვეტილებაზე დღეები მიწევს ფიქრი რომელიც თქვა ერთ დღეში უნდა მიღო გადაწყვეტილება და ვერ ვიღებ გადაწყვეტილებას ეს უწევს მანე დისტრესს და შფოთვას და გამოფიტვას და გადაღლას და ყველაფერს აი ეს უკვე კიდე შემდგომ ეტაპებზე ხო ამიტომ თუ შფოთვას იწევს ესე იგი უკვე პრობლემა მარტო ის კი არ რჩება რომ ჩვენ პირდაპირ სიმპტომები გვაქვს ანუ OCPD-ს ანუ ობსესიური პიროვნული აშლილობის არამედ ეს უკვე ითრევს და იწევს სხვა დისკომფორტებს, სხვა სიმპტომებს, როგორც არის შფოთვა თუ ეს შფოთვა და ეს დიდი ხანი გრძელდება, მე შეიძლება გამღიზიანებლობა, ანუ ჩვენი აფექტურობა, ბრაზის კონტროლის მექანიზმები დააქვეითოს, უძილობა გამოიწვიოს, ამ პირიქით შეიძლება უძილობამ ჩვენი ობსესიური ხასიათი კიდევ უნდა გაამძაფროს. ამიტომ ზოგადად მედიცინაში და განსაკუთრებით მენტალური ჯანმრთელობის სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია თანხლები პრობლემების ერთობლივი ანალიზი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ ინგლისურად კომორბიდულს ვეძახით ტერმინს ესე ვიყენებთ ჩვენ მედიკოსები და აი ამ მთლიანობაში ერთიანობაში უნდა მოხდეს ანალიზი. ამავე დროს, როდესაც ჩვენ აი ამ ერთობლიობაზე ვსაუბრობთ სხვადასხვა დიაგნოზების და პრობლემების, ისიც მნიშვნელოვანია, რომ მაგალითად ობსესიურ ხასიათის შემთხვევაში დაახლოებით 20-25%-ია, როცა ადამიანებს ობსესიურ კომპულსური აშლილობაც აქვთ. თან რომელიც თავისი დისკომფორტის გამოწვევის რეგისტრით კიდევ უფრო მაღალი პრობლემაა. ამიტომ აი იქაც როცა ერთობლიობა არის, ორივე კომპონენტი უნდა გავითვალისწინოთ, როგორც დაავადება, ობსესიურ კომპულსური აშლილობა, ასევე ობსესიური პიროვნული აშლილობა. ბევრი რამე არის გასათვალისწინებელი. დიახ, და აი როცა მკურნალობაზე გადავდივართ, აი ეს ერთობა, ეს ერთიანობა, რამოდენიმე პრობლემის ერთად ყოფნა და ერთმანეთთან ურთიერთკავშირები არის ის, რომელიც უკვე ჩვენ იმ სიღრმეებში ჩაგვიყვანს და როდესაც უფრო უკეთესად დაიგეგმება სამკურნალო სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები და შესაბამისად შედეგიც უფრო სრულფასოვანი ინდივიდუალურია რა თქმა უნდა. და შეიძლება იყოს მედიკამენტოზური მკურნალობაც მათ შორის. რა თქმა უნდა, ჩვენ ხა რაც დავასკვენი პრინციპში მთავარი გამოვლინება რაც არის ამ აშლილობის არის პერფექციონიზმი, ხო? ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი, ხო, რაც არის და გეგმა მოყვართ
ბოდიში გაგაწყვეტინებეკა, ანუ ყველაფერი რომ მათ კონტროლს ექვემდებარებოდა. აი დელეგირება მაგალითად ყურადღების გამახვილება ყველაფერს დელეგირება ფუნქციების ნაკლებად შეუძლია თუნდაც ოჯახში სამსახურში, იმიტომ რომ უნდათ რომ ყველაფერი თვითონ აკონტროლო, იმიტომ რომ გონიათ რომ თქვა რაღაცა ფუნქციას დელეგირებათ ან იცით რა უკეთ შეუძლიათ არა ანუ იმის გამო რომ აქვს შიში რომ რაღაცა ვერ გამოვიდეს კარგად ურჩევნია რომ თვითონ გააკონტროლოს და იყოს დარწმუნებული და იმიტომ არ არის იმ ადამიანს არენდობა ანუ სხვის კომპეტენციაში ეჭვებარება და შეიძლება ენდობოდეს კომპეტენცია მაღალი ქონდეს მაგრამ გადაამოწმოს თვითონ ან ამ შემთხვევაში პირობითად სამსახურებრივ ხელმძღვანელ პოზიციაზე უყოფ ადამიანის რაღაცა ესეთი შემთხვევა ის განხილვა გამოგდის ესე გენდობა იცის რომ კარგი სპეციალისტი ხარ გააკეთებ, მაგრამ აუცილებლად თვითონ გადამოწოს, თვითონ დაიკმაყოფილოს ეს შეგრძნება, რომ რაღაცა გადაამოწმა და დარწმუნდა, რომ ყველაფერი იდეალურად არის გაკეთებული. ბატონ გუგა, აი ეს მაინტერესებს. ამას დავასრულებ, რაც დავიწყე ლაპარაკი პერფექციონიზმზე, იმიტომ რომ ეს პერფექციონიზმი ჩვენ სოციუმში საბოლოო ჯამში დამკვიდრდა დადებითი კონოტაციით, რომ რატომ არის სუდი, როდესაც ადამიანს უნდა რომ ყველაფერი გამოვიდეს იდეალურად, ხო? სად გადის თქვათ, ან როგორ შეიძლება ეს ზღვარი დავინახოთ ერთი მხრივ პერფექციონიზმსა და მეორე მხრივ მაქსიმალიზმს შორის, ხო? იმიტომ რომ რაღაცა მსგავსი ელემენტები აქვს ამ ორივეს, ხო? ადამიანი, როდესაც მაქსიმალისტია, მას თავისთავად უნდა რომ ყველაფერი კარგად გამოვიდეს, ხო? უფრო უკეთ გამოვიდეს, რასაც აკეთებს, ხო? როდის იმიტომ რომ ყველა ადამიანშია მეტწილად ახლა როდესაც გვისმენდნენ ჩვენ მაყურებლები, ყველამ დაინახა საკუთარი თავი რაღაც თვალსაზრისით, ახლა ვის უნდა რომ რაღაც საქმეს, როდესაც აკეთებს ის უდად გამოუვიდეს, ყველას უნდა რომ ძალიან კარგად გამოუვიდეს, ხო? და რა განსხვავებაა, ვთქვათ, აი როდის უნდა მიხვდეს, რომ ის არის პერფექციონისტი და არა უბრალოდ მაქსიმალისტი. როგორც მე ვფიქრობ, მაინც მაქსიმალისტი და პერფექციონისტი უბრალოდ სინონიმებია. აქ არის ანუ რეგისტრზე, ანუ რამდენადძლიერად არის ეს გამოხატული. ჩვენ ეხლა პერფექციონიზმი, ანუ მისი ნეგატიური მნიშვნელობით სულაც არ გვიხსენებია ეს ერთმნიშვნელოვნად არის პოზიტიური ფენომენი, ანუ ამ სიტყვას ნეგატიურ ელფერს ჩვენ ვერ ვივცეთ, უბრალოდ თუ ის არის ჭარბად და ჯდება იმ მექანიზმში, რაზე ჩვენ ახლა ვისაუბროთ, მხოლოდ და მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ამ სიტყვას მივცეთ, ასე ვთქვათ, ნეგატიური ელფერი და შეფერილობა ქონას. ანუ თუ გადაჭარბებულია ჩვენი პერფექციონიზმი, თუ ის მეტ ენერგიას, მეტ დროს მოითხოვს, თუ ის ფოთვას გვიქმნის, დაძაბულობას გვიქმნის, გესმით, ამ შემთხვევაში ეს. ამიტომ ამბობ, რომ ძალიან რთული არის, ანუ დაავადებების ამოცნობა და წითელი ხაზების გავლება არის ბევრად უფრო ადვილი, ვიდრე ხასიათის პათოლოგიებს და ხასიათის ნორმას შორის, იმიტომ რომ აქ აი ესეთი მკვეთრი საზღვარი არ არის რაღაცა წითელი ხაზი გავლებული, როდესაც ვთქვათ პირობითად რაღაც 9 ერთეული პრობლემა არის ნორმა და 10 ერთეული უკვე არ არის ნორმა. არ არის ეს ხაზი აი რაღაცა ძალიან ფერხთალივიდან ნელა მუქდება და სატყვეთ საზღვარს ეს ჯობია ალბათ რომ ჯერ პირველ რიგში თვითონ ადამიანმა შეაფასოს. სად მიქმნის ეს დისკომფორტს, იმიტომ რომ ამას ვერავინ ვერ გაზომავს ასე ზუსტად. ვიღაცის გაზომილი ერთი ადამიანისთვის სუბიექტურად პირობითად შეიძლება 7 ერთეული იყოს პრობლემა და ვიღაცისთვის 11. და ამავე დროს ამ პერფექციონიზმს ზოგადად ამ ფენომენს რადგანაც გვინდოდა რომ აი ამ სიტყვის გარშემო გვეტრიალოს ძალიან ბევრი დადებითი აქვს, ხო? ეს ხშირად არის მამოტივირებელი იმის, რომ ჩვენ უფრო წარმატებულები ვიყოთ, მეც მივახციოთ, უბრალოდ ცუდია იმ თვალსაზრისით, რომ თურგუნავს ეს. თუ ჭარბი. ამიტომ მიზანი არასდროს არ არის მათ შორის პიროვნული აშლობების დროს და როცა აქ სპეციალისტი ერთობა, რომ ჩვენ შეგცვალოს ან გადაგვაკვეთოს. არა, თუ ჭარბია ის უნდა შევამციროთ და თუ ის შემცირებულია და ნორმის ფარგლებშია, ერთმნიშვნელოვნად პერფექციონიზმი დარჩება როგორც პოზიტიური ფენომენი და მას არანაირი ნეგატიური ზეგავლენა
გავლენა ჩვენზე არ და ერთ რაღაცასაც ვიკითხო, ეს აშლილობა, ეს პიროვნული აშლილობა, ჯერდი რას ან თუ არის რაღაცა განსაზღვრული ასაკი, თუ აი ყველა ასაკის ადამიანს შეიძლება კონდეს და მაინც ისეთ რაღაცას ვართ, აი ეს პერფექციონიზმი, თუ შეიძლება ბავშვობიდანვე მოგხსდევდეს, ვთქვათ, აი ეს ამბავი და შესამჩნევი თუ არის მოზარდები. ტრავმასთან გარკვეული კავშირი არის, როგორ ხსენებათ, რომ გენეტიკას დიდი როლი უჭირავს ზოგადად მედიცინაში და მათ შორის ხასიათობრივ თავისებურების ჩამოყალიბებაში და გამოვლენა ყველა ხასიათობრივი თავისებურების ისევე როგორც აშლილობის, ეს იქნება მოსაზღვრე პერსონოლოგიური თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ და მათ შორის ობსესიურის ძირითადად პირველი ნიშნებია ხოლმე, ანუ როცა ჩვენი პიროვნება ყალიბდება ეგრეთ წოდებულ გარდატეხის ასაკში, უკვე რაღაცა 12-13-14 წლიდან უკვე გამოკვეთილია ხოლმე ეს ნიშნები, რომელიც შეიძლება იყოს უბრალოდ ხასიათის ნორმის ფარგლებში ან ოდნავ გადახრის ფარგლებში და შეიძლება უკვე ჩამოყალიბდეს როგორც OCPD. ხო, ანუ ამას მშობლებმა რეაქცია ყურადღება, ხო, ამ პერიოდში თქვა შეიძლება მოზარდებს თან მთლიანად გარდატეხის ასაკსაც ვეძახით, იქ მე ყველაფერი ცოტა უფრო გამძაფრებული და გართულებულია ხოლმე და ამიტომ ყურადღება ამისაც ისიც გასათვალისწინებელია, რომ რაღაცა ზერელედ უყურებთ ხოლმე ჩვენ ამ გარდატეხის ასაკს და ხშირად მშობლები გარდატეხის ასაკში გაუვლის, ხო? და რაღაც არ უნდა პრობლემა შეიქმნას, გარდატეხის ასაკია და გაივლის და ამ გარდატეხის ასაკში რაღაცა გაჩენილმა ტრავმამ, პრობლემამ შეიძლება ძალიან სულ შედეგი გამოიღოს უკვე ზრდასრულობის ასაკში. აი აბსოლუტურად გენიალურად განმარტეთ ორივე, ნუ აი ესეთი ის რომ დავუბრალოთ ეს ამ ასაკისთვის დამახასიათებელია და გაივლის ეს მე ვფიქრობ სრულიად სტარი პოზიცია, მით უმეტეს თუ სპეციალისტის მიერ ეს შეფასდება აბსოლუტურად არასწორი პოზიცია, რადგან ის რომ რაღაცა ნიშნები დამახასიათებელი არის სპეციფიურად რაღაცა თქვათ ასაკობრივი ჯგუფისთვის ეს არ ნიშნავს რომ ყურადღებით არ უნდა ვიყოთ. იმიტომ რომ ის ნიშანი შეიძლება ასაკობრივი ნორმის ფარგლებში გარკვეული დოზით უნდა იმატებდეს, მაგრამ თუ იმ დოზაზე მეტად იმატებს, ეს უკვე პრობლემაა. ანუ ის რომ მაგალითად ჰორმონალური ცვლილებების გამო გარდატეხის ასაკში თქვათ რაღაცა ცოტა ემოციურობა მოიმატებს, სენზიტიურობა მოიმატებს, შეიძლება უნდა გამღიზიანებლობა მოიმატებს, კი ბატონო, მაგრამ თუ ეს ჭარბად არის, თუ ეს დროში გახანგრძლივ და თუ ეს ქცევაზე აისახება, სოციალურ ურთიერთობაზე აისახება, ოჯახურ გარემოში უკვე პრობლემაა, მაშინ ეს პრობლემაა. დიახ, ეს პრობლემაა, კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა უნდა გითხრათ ბატონ გუგა. მე მგონი აქ აღმოვაჩინეთ, რომ ყველაზე მთავარი ის არის, რომ მოусმინოთ საკუთარ თავს და გავიგებთ ყველაფერს იმ პრობლემების შესახებ, რომელიც შეიძლება გქონდეს.